კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოსა და თურქეთის შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბაჟრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების ახალისებას, ასევე შუა დერეფნის სტრატეგიული პოტენციალის უფრო ეფექტიანად გამოყენებას. ხაზი გაისვა საქართველოს შავი ზღვის სპორტებისა და ანაკლიის სპორტის მნიშვნელობას. მიხეილ ყავალაშვილმა აღნიშნა, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვის პირველი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს კულტურის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ახალგაზრდული და აკადემიური გაცვლითი პროგრამების განვითარებასა და ერთობლივი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერაზე. მიხეილ ყავალაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანსა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შუა დერეფანში. ლევან ჟორჟოლიანმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან შეხვედრაზე იმ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების მიმართულებით ახორციელებს. თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ვისაუბრეთ საქართველოს თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას ორ ქვეყანას შორის, ასევე ვისაუბრეთ შუა დერეფანზე, შუა დერეფნის განვითარებაზე და იმაზე, თუ რა ინვესტიციებს დებს საქართველოს შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე შეხვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივები, ყურადღება გამახვილდა სატრანზიტო და ლოგისტიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე. ხაზი გაისვა შუა დერეფნის განვითარებას და ახალი სატრანსპორტო კავშირების დამყარებას. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ერთმანეთს გააცნეს საქართველოსა და თურქმენეთის მიმდინარე მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და სამომავლო პროგნოზები. საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლებს. საქართველოს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად დღეს იქცა საკვანძო გეოგრაფიულ მდებარეობად, რომელზეც ალტერნატიულმა გზებმა უნდა გაიაროს. გადის კიდევაც, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი უნდა იყოს მასშტაბი. ეს რასაკვირველია ერთ-ერთი სერიოზული კომპონენტია ოთხრივ ურთიერთობებში განსახილველად. იყო სხვა თემებიც, ეს არის საერთაშორისო დანაშაულებებთან ბრძოლის საკითხებზე, ეხლა ხანს იყო საერთო განცხადება გამოქვეყნებული. გვახსოვს ჩვენ ამერიკის და საქართველოს სამხედრო ძალების თანამშრომლობის გარკვეული ინტენსიური ეტაპი და რასაკვირველია ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ პოზიტიური განვითარება ექნება ამას. ძალიან საინტერესოა ზოგადად ამ ღონისძიების შინაარსი, პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები და თავისთავად ის, რომ 70 ქვეყანაში ერთ-ერთი არის საქართველოს, რომელიც არის მიწვეული ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს და ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციას შორის პოზიტიური ნაბიჯები იქმნება სწორედ რომ გადატვირთვისკენ და უახლოეს მომავალში რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ და კიდევ ვიხილავთ ეს მსგავს გადადგმულ ნაბიჯებს მათი მხრიდან და რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდანაც.
საქართველოს გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით მსოფლიოს საუკეთესო 4-ში ევროპაში კი მეორე ადგილზე დაწინაურდა. მონაცემებს ნოტრდამის უნივერსიტეტის გლობალური ადაპტაციის ინიციატივის 2026 წლის განახლებული ანგარიში აჩვენებს, რომლის შედეგებსაც რეგულარულად ევროკომისია აქვეყნებს. კვლევამ, რომელიც მსოფლიოს 192 ქვეყანას მოიცავს, სახელმწიფოთა მედეგობის დონე და გლობალური კრიზისისადმი მათი მზადყოფნა შეაფასა. 2026 წლის მონაცემებით გლობალური ეკონომიკური მზაობის საუკეთესო 4-ი ასე გამოიყურება: სამხრეთ კორეა, სინგაპური, ესტონეთი და საქართველო. შეფასება მსოფლიო ბანკის თემატურ კვლევებსა და ბიზნესის მზაობის ანგარიშგებებს ეფუძნება. მისი მიზანია დაეხმაროს მთავრობებსა და ბიზნესებს ინვესტიციების სწორად წარმართვაში, რათა მათ მომავალ გლობალურ გამოწვევებს ქვეყნები უფრო ეფექტურად დახვდნენ. აღიარებულია საქართველოს წარმატება იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნეს გარემო არის ძლიერი იმისათვის, რომ უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს ღირსეულად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა წლიდან წლამდე გაუმჯობესდეს. საქართველოს გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, აღნიშნული განპირობებულია ერთის მხრივ იმ სწორი პოლიტიკით, რომელიც კერძო სექტორის მხარდაჭერაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ იმ საკანონმდებლო ჩარჩოთი, რაც ქვეყანას გააჩნია და რომელიც შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტების. ყოველივე ზემოაღნიშნული უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, ბიზნეს კლიმატის ადეკვატურობას და სიჯანსაღეს. უკრაინასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადება კვლავ მწვავე კრიტიკის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. ახლების ლიდერის აღიარება იმის შესახებ, რომ ომით განადგურებული უკრაინის ფინანსური დახმარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა, მმართველი გუნდი ოპოზიციის თვითლუსტრაციად მიიჩნევს. ქართული ოცნება ოპონენტებს ანტიეროვნულ პოლიტიკაში ადანაშაულებს, რომლის მიზანიც 2022 წლის შემდეგ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა იყო. ამასთან ქართული ოცნება ნიკა გვარამიას სპეკულაციებზეც საუბრობს. რეალურად ომში მყოფი უკრაინისთვის არა ტრილიონები, არამედ რამდენიმე 10 მილიარდი ევროა გამოყოფილი და ისიც სესხის სახით. როდესაც საუბარი არის დახმარებას უკრაინის მივესალმებ ყველა შემთხვევაში უკრაინის დახმარებას, რაც უფრო სერიოზული იქნება დახმარება, მით უფრო მივესალმები, საქართველოს რომ ქონდეს უფრო მეტი წარდგომა დასავლეთთან, დასავლურ ინვესტიციებთან, დასავლეთის ეკონომიკურ სარგებლებთან იქნებოდა კარგი. რაც შეეხება ტრილიონებს, აქ არის თემა თვითონ მოგონილი, შემოტანილი თემაა, რომ ოდესმე თუ დაიწყება პროექტები, სესხები განხორციელდება უკრაინისათვის, კრედიტები განხორციელდება, საიდანაც საქართველოს რატომღაც რაღაცა ფორმით მიიღებს უშუალო დივიდენდს, ეს თემა გათვლილია საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ომი მხოლოდ გრევას მოიტანს. და გვარამიას უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გრევას შეიძლება მოიტანს, შეიძლება დავინგრეთ, გავნადგურდეთ, მაგრამ სამაგიეროდ მე აღდგენის პროცესში მივიღებთ უშუალო ფინანსურ დივიდენდებს. ეს არის ჩვეულებრივი манипуляცია, რომელთაც ცდილობენ რაღაცა გავლენა მოახდინოს საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობაზე, რომ თითქოს ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა და ძალიან მკაცრად იცავს მშვიდობიანი პოლიტიკის სახით, იყო მცდარი და დღევანდელ დღეს ამას ამართლებს იმით, რომ რაღაც თითქოს მილიარდები და ტრილიონები შეიძლება შემოსულიყო საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ჩაერთვებოდა რუსეთის წინააღმდეგ ომში. უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში. თეგეტა მოტორსის რეგიონული ჰაბი გაიხსნა. ულტრათანამედროვე საავტომობილო კომპლექსი თბილისის შემოვლითი გზის 36 კილომეტრზე 42000 მეტრ კვადრატულ ფართობზე განლაგდა. მრავალფუნქციური სერვის ცენტრი დღეს რეგიონში კომერციული ტრანსპორტის მომსახურების უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენს, რომელიც ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ ლარს აჭარბებს. ფილიალი გამორჩეულია როგორც თავისი მასშტაბებით, ისე უნიკალური კონცეფციით. რეგიონული ჰაბი თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს ემსახურება. თეგეტა მოტორსის რეგიონული ჰაბის პრეზენტაციას დღეს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი დაესწრო. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ასეთი მასშტაბური ახალი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას და მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს. ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი, დაახლოებით 100 მილიონი ლარის ინვესტიცია მასში განხორციელებული და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი
მასშტაბური პროექტი ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილი უნიკალური პლატფორმა, რომელიც თავისი სტანდარტებით სცილდება შიდა სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს. ეს არის პირველი მულტიბრენდული და მრავალფუნქციური სივრცე ამიერკავკასიაში, რომელიც სერვისის სრულ სპექტრს აერთიანებს ერთ ადგილზე, რაც ბუნებრივად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კომპლექსი ემსახურება თურქეთის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელ ტრანზიტულ ნაკადებს. აქ კომპანია საერთაშორისო გადამზიდავებს თავაზობს ზუსტად ისეთივე უმაღლეს ხარისხის მომსახურებას, როგორცაც ისინი მსოფლიოს წამყვან ინდუსტრიულ ჰაბებში იღებენ. სახელმწიფოსთვის გავსი ინიციატივების ხარდაჭერა არის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი, რადგან მდგრადი სატრანზიტო დერეფანი წარმოუდგენელია განვითარებული თანამედროვე სერვისების გარეშე. გეზის ცენტრის მიღმა ამ 31 წლიანი ისტორიის მანძილზე თეგეტას ცენტრმა შექმნა 360 გრადუსიანი ეკოსისტემა, რომელიც მძიმე და სატვირთო მიმართულების, ტექნიკის მქონე ნებისმიერ ბიზნეს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს სრული ციკლი მომსახურების დაფინანსებიდან ტექნიკა, სერვისი და ასევე სრულად გადმოაბაროს ავტოტექნიკის მართვა თეგეტა ჰოლდინგს. ეს ყველაფერი განხორციელებულია არა მხოლოდ რაღაც სერვისების ჩამონათვალის სახით, არამედ ყოველთვის, როდესაც ჩვენ ნებისმიერ პროდუქტს ვქმნით, როგორც აღვნიშნე და მომხმარებლის თვალით ვუყურებთ საჭიროებას, ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ეფექტურობა. როგორ მივცეთ ბიზნესის გადაწყვეტები, რომლის ცენტრში დგას ეფექტური მომსახურება. საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ოფიციალურად გაიხსნა. ატრაქცია ენგურჰესის თაღოვან კაშხლზე აგებული და ვიზიტორებს საშუალებას აძლევს სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და უნიკალური საინჟინრო ნაგებობა სრულიად განსხვავებული კუთხით აღმოაჩინონ. ახალი სათავგადასავლო ატრაქციის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორების ნაკადს. ხელშეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სტიმულს მისცემს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე მკვეთრად გაზრდის რეგიონში ტურიზმიდან მიღებული ეკონომიკურ სარგებელს. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო ინვესტიციის თანამშრომლობის, როდესაც ჩვენ, ასე ვთქვათ, შემოვიყვანეთ კერძო ინვესტორი აქვს, აქ და დაიწყო ამის მშენებლობა. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ, ასე ვთქვათ, გახსნის შემდგომ რამდენი ვიზიტორი დაინტერესდა აქაურ და რამდენმა, ასე ვთქვათ, მოახერხა და დაждდა ზიპლაინზე. უმაღლესი დონის უსაფრთხოება, დაცულობა, დატრეინინგებული ახალგაზრდები, რომელმაც გაიარეს საკმაოდ დიდი ტრეინინგი იმისა, თუ როგორ უნდა მოემსახურონ, მასალა, რა თქმა უნდა, სერტიფიცირებული, უმაღლესი ხარისხის და ყველა ექსპერტიზა ჩატარებული ობიექტი გვაქვს. ერთი წელი დაგვცილდა სულ მშენებლობისთვის, შაშან დავიწყე ზაფხულში და გაზაფხულზე მოვჭით, ეხლა ჩავშთე ექსპლუატაციაში, გუშინ გავხსენით, გუშინ გამოჩნდა, რომ უკვე საკმაოდ პოპულარული იქნება ეს ატრაქციონი. ჩვენ ბევრი ატრაქციონი გვაქვს საქართველოში გახსნილი ზიპლაინი და სხვა ატრაქციონების და ყველა საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორის. ყველაზე მაღალი არის საქართველოში და რაც თავარი არის, ესეთ ბუმბერას შენობის გვერდზე მდებარეობს და ხედი აქვს იდეალური. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში საოპერაციო ეფექტურობის ზრდის მკაფიო დინამიკა ფიქსირდება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბოლო მონაცემებით მიმდინარე წლის 6 თვეში პორტებში შესული გემების საერთო ტევადობა 19%-ით გაიზარდა და 10,7 მილიონ ტონას მიაღწია. გაიზარდა პორტების მიერ დამუშავებული ტვირთების მოცულობაც. ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციამ და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებამ პორტებში გემების მოცდენის დრო 1 საათამდე შეამცირა. მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეფასებით მიღწეული შედეგები მთავრობის სწორი ეკონომიკური ნაბიჯებისა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტიანობის ზრდა კი აძლიერებს საქართველოს პორტების კონკურენტუნარიანობას და ქვეყნის როლს შუა დერეფანში. 20%-იანი ზრდა გვაქვს საერთო ტვირთამწეობის თვალსაზრისით. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს როგორც პორტების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, ასევე ეფექტიანობის ზრდას და ამ კუთხით აღსანიშნავია ის, ასე ვთქვათ, მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც კერძო და საჯარო სტრუქტურებში არის დღეს და შესაბამისად ეს არის ნათელი მაგალითი და წარმატებული მაგალითი თუ როგორ უნდა იმართებოდეს საჯარო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც საზღვაო ადმინისტრაციის
მხრიდან, ისევე საპორტო ოპერატორების მხრიდან შესაბამისად მუდმივად ღრმავდება როგორც ნავსადგურის აკვატორია, ასევე შესაბამისი არხი და რა თქმა უნდა დაცლილია საოპერაციო ნაწილი ბიუროკრატიისგან, თუ მოცდენის დრო აქამდე იყო 24 საათი გემების შესაბამისად ეს დაყვანილია მინიმუმამდე 1 საათამდე. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები დღეს ბიზნეს სექტორს წარედგინა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის ახალი წესი განისაზღვრა, რომელიც მათ დროებით საქმიანობას არეგულირებს. დაზუსტა შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისა და უარისთქმის საფუძველი, განახდა საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი და გაფართოვდა იმ უცხოელთა კატეგორიები, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ გავრცელდება. ცვლილებები არ შეეხება გიდების, კურიერებისა და ტაქსის მძღოლების საქმიანობას. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს სექტორის წევრები ესწრებოდნენ. აქტიური დასაქმების პოლიტიკა პირდაპირ გადაგულია საიმიგრაციო პოლიტიკასთან. უნდა გვესმოდეს და მყარად დავიმახსოვროთ, საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქის დასაქმების უფლების უზრუნველყოფა, შრომის უფლების უზრუნველყოფა. ამისთვის ჩვენ შიდა ბაზარი უნდა დავიცვათ, უზრუნველყოფთ გამჭვირვალე საიმიგრაციო წესები. ბიზნესს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში, ასევე თანმიმდევრ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში. შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მიმართულებით კანონმდებლობა დაიხვეწა, ფაქტობრივად უფრო მეტად მორგებული გახდა ერთის მხრივ ბიზნეს ინტერესებზე და ბიზნესის საჭიროებებზე, მეორეს მხრივ აღნიშნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის. საკითხები, რომელიც ბიზნესიდან იყო წამოსული, ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად ამას უკვე მოყვა მთავრობის დადგენილების, ასე ვთქვათ, რევიზია, შეცვლა. საბოლოო ჯამში მთავარი არის, რომ ბიზნეს ოპერაციები არ შეფერხდეს და მეორეს მხრივ სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესი მიგრაციასთან დაკავშირებით, რომ იყოს კონტროლის ქვეშ, შესრულდეს. რეფორმის მთავარი ობიექტი გახნავთ ბიზნეს სექტორი და ამიტომ ჩვენი სააგენტო აქტიურ თანამშრომლობას და კომუნიკაციას მართავს მათთან. მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მათი მოსაზრებები შრომის ბაზარზე პრაქტიკულად როგორ ხორციელდება ეს ცვლილებები. ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ახალი ციფრული პლატფორმა ამოქმედა. აღნიშნული სივრცე საგადასახადო მომსახურებების შედარებას ბევრად უფრო მარტივად და სწრაფს ხდის. თუ აქამდე სხვადასხვა კომერციული ბანკის პირობების გასაცნობად ინფორმაციის მოძიება ცალ-ცალკე ვებგვერდებზე იყო საჭირო, ახლა ყველა მონაცემი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებთან ერთად დაახლოებით 1 წელი იმუშავა ამ პროექტზე, საკმაოდ კომპლექსური პროექტი იყო და მის საბოლოო მიზანი არის, რომ მომხმარებელს საშუალება მივცეთ შეადაროს ერთის მხრივ დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები და მეორეს ზოგადად საბანკო მომსახურების ტარიფები, როგორც არის გადარიცხვები, როგორც არის გაცვლითი კურსი, შესაძლებლობას მიცემს ბაზარზე, რომ უფრო მეტად გაიზარდოს კონკურენცია, უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ტარიფები სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე, როგორც დეპოზიტების განაკვეთები, ასევე კონვერტაციის და სხვა ტიპის ტარიფები. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მომხმარებლისთვის ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ინფორმაციის ასიმეტრიულობა, რომელიც ნიშნავს, რომ შენ უნდა გქონდეს ინფორმაცია ყველა ბანკში არსებულ განაკვეთებთან დაკავშირებით, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, შესაბამისად ეს გაადვილებს არჩევანს და ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მისცემს საშუალებას, რომ ბანკთან მეტი მოლაპარაკების ბუფერი შეიძინონ, უფრო მეტად ასე ვთქვათ, მოითხოვონ უკეთესი პირობები. ქვეყანაში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა გრძელდება. რაც როგორც მიუსაფარი, ასევე პატრონიანი ძაღლებისთვის ვეტერინარული манипуляციების ჩატარებას გულისხმობს. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმიურად აყვანის შესახებ. ამავდროულად შექმნილია შესაბამისი პლატფორმა, სადაც ძაღლების აყვანის განრიგი, ლოკაციები, თარიღი და ასევე ბუნებრივ რეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეო მასალა ქვეყნდება.
მიმდინარე პროცესი იმდენად გამჭვირვალეა, რომ ცალსახად ეს დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული, რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ. ამას ეწინააღმდეგება ზუსტად ის გარემოება, რომ პროცესში სრულად ჩართული არის მიმკედლებელი და მიუსაფარი ცხოველების უფლება-დამცველი ცხოველთა მოყვარულები. ეს კიდევ ღია და ცალსახად გაშუქებული არის ოფიციალურ პლატფორმაზე. ახალი ამბები 16 საათზე ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.